გამარჯობათ პატივცემულოს მენელებო. არაბული ქალაქების შენებლობის და ქართული მიწა-წყლის გასხვისების კამპანიის შემდეგ ქართულმა ოცნებამ უკვე საბოლოოდ გადაწყვიტა ქართული ინტელიგენციის საბოლოო ჩარეცხვა, ინტელექტუალური რესურსის საბოლოო მოსპობა და განათლების სისტემის განადგურება, რომელიც უნდა გითხრათ, რომ 90-იანი წლებიდან დაიწყო და დღეისთვის უკვე საგრძნობის შედეგები მიიღეს იმ კუთხით, რომ ჩვენი განათლების სისტემა ძალიან დაბალ დონეზე იმყოფება, მაგრამ როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ არც ეს არ არის საჭირო და საბოლოოდ განაჩენი გამოუტანეს იმით, რომ უმაღლესი სასწავლებლების გაერთიანების შემცირებით ცდილობენ მას საბოლოოდ დაუკარგონ თავისი მნიშვნელობა, თავისი დანიშნულება და სრულიად ახალ რესურსებზე გადაიყვანონ, რომელიც საბოლოოდ წაშლის და ჩაკლავს საქართველოში განათლებას. ამავე დროს ჩვენს გარეთაც დაძაბული ფონი არ იხსნება პირიქით, ამ განვლილი ერთი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მოხდა დაძაბვა ამ სიტუაციების. საკმაოდ დიდი ნაწილები, სამხედრო ნაწილები იქნა გადასროლილი ამერიკის მხრიდან ირანის მახლობლად, ასევე ერთობლივი ცნები დაიწყო ჩინეთ, რუსეთ, ირანის და თითქმის ძალიან ახლო მდებარე ტერიტორიებს უახლოვდებიან ერთმანეთს ეს ორი ურთიერთდაპირისპირებული ძალები და სიტუაცია ძალიან მფეთქებად საშიშია. თავის მხრივ თითქოს ამერიკის ხელისუფლებიდან მომდინარეობს გარკვეული მშვიდობის სამშვიდობო შეთავაზება, მოლაპარაკება, მაგრამ ეს მოლაპარაკება არის შემდეგი შინაარსის. ძალიან მარტივ ენაზე რომ ვთქვათ და გავშიფროთ, აი ეს არის ამ მოლაპარაკების შეთავაზების და ულტიმატუმის ენაზე საუბრის შინაარსი. ეს გახლავთ, რომ მე კი ძალიან მინდა რომ დაგარყა, გაგანადგურო, მაგრამ მეშინია შენი სარაკეტო სისტემების და შესარაკეტო შესაძლებლობების. ასევე ცოტაოდენ მაფიქრებს ის შენთან დაახლოებული, შეიარაღებული სამხედრო ფორმირებები, რომელსაც შენ აფინანსებ, აიარაღებ, როგორც არის ჰუსიტები, როგორც არის ჰეზბოლა და მათგანაც გარკვეული საშიშროება მომდინარეობს ჩემი სამხედრო ბაზების და აგრეთვე ჩემი უპირველესი მოკავშირე ისრაელის მიმართ და ამიტომ მოდი გავაკეთოთ ასე. შენ თქვი უარი და გაანადგურე შენი ამ სარაკეტო სისტემების გარკვეული ნაწილი, შეამცირე და აგრეთვე უარი თქვი შენთან დაკავშირებული, შენთან დაქვემდებარებული სამხედრო ფორმირებების დაფინანსებაზე, შეიარაღებაზე, ანუ გააუნებერყე, გაანადგურე ისინი, რადგანაც მე ხელფეხი გამეხსნას და შემდეგ ადვილად მოახერხო შენი დაპყრობა. აი ძალიან მარტივად თუ ვიტყვით, ეს არის ამ შეთავაზების აზრი. ახლა ხო დავიწყოთ ალბათ პირველი თემით, ხო რა თქმა უნდა საქართველოში. კი ბატონო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. საქმელი ბევრია და პრინციპში თითქმის აღარც არაფერი. მიმდინარე მოვლენები საქართველოს შიგნით რაც დღეს ვითარდება, ბევრ სათქმელსაც აღარ უტოვებსერსა და ქვეყანას. თუ არაფერი ხელშესახები და ნიშნეულად სასიკეთო თითოეული ჩვენი თანამოქალაქის, თითოეული ქართველის ძალისხმევით, რაც არის შესაძლებელი, თუ დროით არ იჩენს თავს, მაშინ სხვა საკმაოდ მძიმე განაცხადის გაკეთების დრო დაგვიდგება, რისი თქმაც პირადად რა თქმა უნდა არაფრით არ მინდა და არ გვინდა, მაგრამ არის არაბიზაციაში აქ მარტო არაბების შემოსვლას არ გულისხმობთ და არ გულისხმობენ, ვინც ეს ტერმინი შემოიტანა, კარგად არის შემოტანილი და ამ საკითხში გულისხმება, რომ თურქეთი გთხოვს თურქების შემოყვანა, ჩამოსახლებას, თურქების უკან დაბრუნებას
რაც ჩვენი აუბედითი ისტორიის გამო მოხდა დემოგრაფიული მსგავსი ეს ცვლილებები და მთელი სამხრეთ საქართველოა წაღებული და აქეთ მიდის უკვე შემოდავება. ვიცით 12 აგვისტოს დიდგორის დიადი ომის დღეს ზუსტად იქნა დაბარებული პრეზიდენტი და წაყენებული ეს მოთხოვნა და თურქეთის მიერ დაყენებული მოთხოვნა რომ უნდა შესრულდეს და სადაც დადის ჩვენი ხელისუფალი ვიცით ნუ ახლა ეს რეკლამებიათ რო იცლება როგორც საზღვარგარეთი ასევე ჩვენივე ტელევიზიებიც რეკლამებს უკეთებენ როგორი კეთილმოწყობილი ქალაქები უნდა აშენდეს ესეც გასაგებია ნუ განქართველობის გეგმა არის ბოლო ძალიან დიდი სიმძლავრი ჩართული. ნუ ხელისუფლება მანამდე არაბიზაცია, ინვესტორის შემოყვანა გვახარა 6 მილიარდიანი პროექტით აღარ შევეხებიეს. ჩვენმა მსმენელმა ძალიან კარგად იცის ეს გასიგრძე განებული აქვს თავისთავად. ასევე გვამცნო რომ განათლების რეფორმა უნდა ჩავატაროთო და სიღრმეებში ვარ წავიდეთ ყველაფერი საკმაოდ კარგად გასაგები და ფორმულის დონეზე მდეს თუ 60,000 ოჯახის თავისივე ციფრებია პირველი პირის გაცხადებული უახლოესი 4 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 15,000 ბინა იყიდებოდა და რა პრობლემა არ არის. ესე იგი განქართველება ანუ არაბიზაცია ეს სიკეთეა, ეს კეთილმოწყობილი ცხოვრება და მშვენიერება. თუ ეს ასია, მაშინ ქართველი ერი როგორც ასეთი, ჯერ ერთი იურიდიულად უკვე აღარ ვარსებობთ, ჩვენ მოქალაქეები ვართ. ეროვნება არ ვიწერია არსად. ქართველი ერი აღარ უნდა არსებობდეს. და ქართველი ერი რომ არ არსებობდეს, ქართული ცნობიერება უკვე აღარ უნდა არსებობდეს. მაშინ განათლების სისტემაა ბოლომდე დასაშლელი. ესე იგი იწყება მესამე ტალღა ეს პარალელურად ერთდროულად ხდება. ბოლომდე გასხვისების დაწყება, უცხოური ქალაქების აშენება და ჩვენ ამას ზეიმით უნდა ვხდებოდეთ, ოფიციოზ თუ მოგსმენთ. ამაში რომ არ გვინდა და უსაქმურები ვარ თან ერთდროულად ესია თუ ისია და განათლება რაში გჭირდება? ჩვენ მომსახურე პერსონალი ვართ. ახლა ბოდიში მე ხარ ერთი პარალელი დავინახე 2008 წლის საშინელი ომის შემდეგ ომში დამარცხების შემდეგ ახსენდება როგორი ზეიმი მოაწყო წინა ხელისუფლებამ დამარცხებულ ომს აზეიმებდა თავის მოსახლეობას. ზუსტად ანალოგიურად აი ამ ქალაქების მშენებლობა არაქართული და არაბულს უნდა ვარქმევთ, არაქართული ქალაქების მშენებლობა ეს არის სრული მარცხი და განადგურება ჩვენი ქვეყნის, ჩვენ დემოგრაფიული მდგომარეობის და ანალოგიურად ცდილობენ ესენიც საზეიმო ელფერში შეფუთონ და აი ზეიმის განწყობა დანერგონ თითქოს და რაღაც მართლაც გამარჯვებას მივახციეთ იმით რომ მოვიპოვოთ 6 მილიარდიანი ინვესტიცია და რომ ეს დიდი წარმატება ქვეყნისთვის და თურმე საზეიმო განწყობა უნდა სუფევდეს ჩვენში. ისევე როგორც დაუშვათ იმ დამარცხებულ ომში, როდესაც კონკრეტული ომი წავაგეთ და გარკვეული ტერიტორიები წავაგეთ, მაგრამ ის განსხვავება ამ ორ შემთხვევაში შორის, რომ ის ძალით წაგვართვეს და სრული იურიდიული, მორალური, ზნეობრივი უფლება გვაქვს ვიბრძოლოთ არა მარტო ჩვენ, ღმერთმა არქნას, რომ ჩვენი თავის ხელში არ მოხერხდეს ამ ჩვენი ტერიტორიების და უკან დაბრუნება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგრამ ჩვენ მომავალ თაობებსაც აქვთ სრული უფლება იბრძოლონ იმ ტერიტორიების უკან დასაბრუნებლად. მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც შენ თვითონ მიყიდი და გადაუფორმებ ქართულ მიწა-წყალს, ყიდვებს სრულ იურიდიულ და მორალ-ზნეობრივ უფლებას კარგავ, რომ
პრეტენზია განაცხადო ხვალ და ხვალზევით ის ყიდველი იურიდიულად მართალია, გეტყვის რომ იყიდებოდა და მოვედი ვიყიდე, ხო? ნუ უაღრესად ართულებ, მაგ ყიდვის საკითხთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული მექანიზმები, ახლა ამაზე მსჯელობის დრო არა, მე იმის თქმა მინდოდა, ეს უარესი შემთხვევაა, ხო? ძალიან რთულება მე უკან დაბრუნების საკითხი. აი ძალით წართმეული ოკუპანტების მიერ, ძალით წართმეული ტერიტორიებზე უფრო მწარე და მწვავე არის ეს, იმიტომ რომ ეს უფრო რთული სიტუაციაა. შენინებით ახორციელებ ამას. ხო? კი, აი გარე, მორალური მხარეც აქ ძალიან დამძიმებულია, უაღრესად დამძიმებულია. გარეთ იმას რას ეპოტინები, რაც არის დაგაკარგვინე, შენი ხელით გეხარ და ყიდი. აი აფხაზები ცდილობენ დაიცვან. ო ის რაც მიაჩნიათ რომ აფხაზეთი არაა საქართველო, ქართველები არ არიან ასე ჩააგონეს. თითოეული გოჯისთვის იბრძვიან, თუ რუსი ოლიგარქები იყიდიან, გაქრება ეს ეთნოსი საერთოდ. არ არსებობს რა. და ნუ ამ დროს შეერა ის რა ძალით მოხდა, კიდე სხვა მსჯელობის თემა რატო და როგორ და აქ გეხარ და ნუ შენ თვითონ კიდე ეს გასაგებია, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი რა არის? მაშინ განათლების სისტემაც არ უნდა გქონდეს. და რა არის ბოლოს და ბოლოს ეს ჩვენი განათლების სისტემის პრობლემა, საიდან იღებს სათავებს? სათავებს იღებს 90-იანი წლებიდან პირველი დარტყმა მიიღო სწორედ 90-იანი წლების დასაწყისით. ეროვნულ მოძრაობას შემოაქვს ლოზუნგი, ეროვნულ მოძრაობის დროშით შემოიტანეს ეს დივერსიული ლოზუნგი. ესენი არიან წითელი ინტელიგენტები, ესაა საბჭოთა განათლების სისტემა, რომელიც არის ბოროტება და არაა საჭირო ეს ინსტიტუტები, არაა საჭირო ის და აგერ ჰარვარდი, აგერ ის და მოკლედ ყველაფერი ისე როგორც იქ არის. ჩვენი განათლების სისტემის დიპლომები არაფრად აღარ ჩაითვალა. განულება მოხდა. ნუ ეგ პირველი დარტყმა, ასე ვთქვა და პირველი დატორტმანება გადატანილი იქნა მეტნაკლებად, მთელი სისტემა ჩამოიშალა და ფინანსება ის, მაგრამ ეს ამხელა უზარმაზარი ბაზა დაგვრჩა. ყველაზე მეტი უმაღლეს დამთავრებული მეცნიერ მუშაკი, პროფესორი პროცენტულად რო გადაგვეთვალა, არა მარტო საბჭოთა კავშირში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირველი ადგილი გვეკავა. ხო. ახლა მედალს ყოველთვის ორი მხარე, განათლებაზე ყურადღება გადატანილი და კი ბატონო, რა თქმა უნდა, ეს თემა არ არის ორი სიტყვით რომ ამოწურო და ეს უზარმაზარი სისტემა, რომელმაც მსოფლიო მნიშვნელობის მიღწევები დადო. მთელ რიგ მიმართულებებით და თანამედროვეობა, რითაც იკვეხის და რაც არის მართლაც ადამიანის გონის უმაღლესი შედეგები არსებული ამ საკითხებში, სწორედ ჩვენი საგანმანათლებლო ცენტრებში ჩამოყალიბებული იდეებს და სადაც აქ მონაწილეობა მიღებული და პიროვნებებსაც დღესაც გრძელდება ცენტრში აქედან აქ იმ სკოლიდან გაზრდილი ხალხი დღესაც იმ მსოფლიო უმაღლეს სამეცნიერო სისტემის ჩართული არიან. არის ერთი ქართული ფენომენი, ადრეც გვისაუბრია და ამას ჩვენი ძველი მოაზროვნეებიც ხედავდნენ. ახუშტი ბაგრატიონი თუ არ ვცდები, საქართველოს აღწერის საკითხებში ასეთ თემას ეხება, რომ ქართველს თავის გამოსაჩენად ყველაზე მეტად განათლებით ურჩევია რომ გამოჩნდეს, ესე იგი სხვა ხალხებში დაუშვათ უფრო სიმდიდრით, სოლდაგრობით თუ ან რაღაც ვრცელი მამულების თუ ქვეყნების ფლობით თავის გამოჩენა იყო და ასე შემდეგ, არა ქართველში განათლებით წარმოჩინება საზოგადოებაში ეს უფრო ერჩივნა თან ამ წერს იმ პერიოდში, როდესაც ვიცით როგორ რთულ ვითარებაშია საქართველო, დაშლილია სამეფო სამთავროებად, იქით თურქეთს მიაქვს, აქეთ სპარსეთს მიაქვს და საგანმანათლებლო ცენტრები მოშლილია, განადგურებული. არა და ჩვენ გვაქვს ისტორიული სიამაყე, ფოთის რიტორიკული სასწავლებელი, შემდეგ გელათის აკადემია, იყალთოს აკადემია, რა უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრები ქონდა ისტორიულად. ეს რაც ჩვენ გვახსოვს, რაც შემორჩა ისტორიას.
ხო და ასეთი ფენომენი უკვე შენიშნული იყო ქართველი მოაზროვნეების მიერ. ნუ აგერ საბჭოთა პერიოდში ხედავთ რომ უმაღლესი განათლების რამხელა ცენტრები ჩამოყალიბდა ორი გიგანტი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტი და მაშინდელი გპი, ტექნიკური უნივერსიტეტი. კიდევ სხვა ძალიან სახელოვანი სასწავლო უმაღლესი განათლების ცენტრები. ესე იგი, ქართული გენეტიკური ეროვნული ფენომენით გვაქვს მისწრაფება, რომ განათლებულები უნდა ვიყოთ. ეხლა დიპლომანია ადრეც ვით, ეს ცოტა სხვა თემაა, პედალს ყოველთვის ორი მხარია. დიპლომანია, მაგრამ უყურებ მხოლოდ ქართულშია, რომ ცოდნის მიღება უთანაბრდება სიბნელიდან ნათელში გასვლას. განათლება ნათელს და ანუ ეხლა ამ განათლების სისტემის მოშლა და განათლების ამდაგარი ხელყოფა ნიშნავს, რომ საბოლოოდ გაწირვა ხდება ქართველების იმისთვის, რომ უნდა ბნელში დავრჩეთ, ხო? დიახ. ანუ ჩვენთვის ნათელში გასვლა იკეტება. აი პირდაპირ თუ დავაკავშირებთ. საბჭოეთიდან რომ გამოველით, რა თქმა უნდა, პირდაპირ სოფლიო გამოუცხადებელმა მთავრობამ, სოფლიო ბანკმა და სოფლიო სავალუტო ფონდმა იმ პერიოდის უნდა გავიხსენოთ, კანონი არ შემოდიოდა, არაფერი არ იწერებოდა მათ გარეშე, სავალუტო ფონდმა ტრანში გამოგვიყო და ეს კანონი უნდა მივიღო და ასე შემდეგ. ეხლა ყველა მის მით უმეტეს პერიოდში მთავრობასთან იყო დაახლოებული. მოკლედ პირდაპირ გაგვიდეს, არ გჭირდებათ განათლება, ძალიან უნდა შემცირებულიყო, მით უმეტეს ისეთი მიმართულებები, რასაც სერიოზული დაფინანსება ჭირდებაო. ანუ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, რითაც უნდა გაიგო და დაეუფლო, ყოველგვარი ესეთი დარგები უნდა განულებულიყო. როგორ არის? ესე იგი, მაშინვე დაგვიდეს და ისე იყო, რომ პირველი დარტყმა, რაც მიიღო განათლების სისტემა, რომ ეს კომუნისტურია, ეს საბჭოურია და რა გავაკეთოთ, ეს ერთგვარად გადატანილი იყო და იმედის თვალით შეხედეს შევარდნაძის მოbrunებას, რომ ეს თავის დროზე ითვლებოდა შევარდნაძე, ინტელიგენციის ფარველად და ასე შემდეგ, მაინც ცოტა სხვანაირი დინება იყო. და ამ დროს შევარდნაძე იღებს იმ ბრძანებებს, საქართველოს იღებს იმ ბრძანებებს, რომ საერთოდ განათლების სისტემა უნდა შეიკვეცოს, მინიმუმზე უნდა დავიდეს და რა უნდა ეკნათ ამ ხელა სისტემისთვის, პოლიტიკურად პირდაპირ ლიკვიდაციაზე წასვლა იქნებოდა ხელისუფლებისათვის გამანადგურებელი ნაბიჯი. მაგრამ პოლიტიკა იმდაგვარად წარიმართა, მომწიფდა ვარდების რევოლუციით, ინტელიგენცია ეს განათლების სფეროს წარმომადგენლობა ჩასარეცხად მოამზადა. აი შევარდნაძის მაშინ არ გადაიდგა მკვეთრი ნაბიჯები, მაგრამ სამაგიეროდ იმდაგვარად წარიმართა პოლიტიკური პროცესები, რაც დაგვირგვინდა ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციით და მეორე ტალღა ჩარეცხვა დაიწყო ინტელიგენციის. ამას მიყვა განათლების სისტემის ძალიან დაბლა დაწევა, ძალიან ვიცით, მთელი რიგი ინსტიტუტები გააქრეს, გაყიდეს, ბენდუქიძის ამბები და აღარ გავაგრძელებ ამ მხრივ. მაგრამ გადავალთ მესამე ეტაპზე, რომელმაც საბოლოოდ უნდა ძირს დასცეს განათლება, შეამციროს სწავლულთა რაოდენობა, შეამციროს მეცნიერ პროფესორთა გზარმაზარი და უმდიდრესი არმია, რომლის გამოყენებაც აუცილებელია და უშველებელ რესურსს აძლევს ქვეყანას, სხვასაც ჩავარდნილები ვართ, მაგრამ სწორი ფორმაციის, სწორი განაწილების პირობებში ეს არის უზარმაზარი კაპიტალი, რომელსაც შეუძლია ამოქციოს და წინ წაგიყვანოს. ახლა ბოდიში არ შემიძლია კიდე არ ჩაგეჭრა დიდი ბოდიშის მოხდით პირადად შენთან და ჩვენს მელთანაც. აი როგორი სიტუაცია იყო, რომ გარეთ ჩარევით, იქიდან მიღებული რეკომენდაციებით მიგვაღებინეს ისეთი კანონები, შეგვაყენეს ისეთ რელსებზე, რომ საკუთარი ხელით დაგვანგრეინდეს საკუთარი ეკონომიკა, წარმოება და ყველაფერი რაც კი გაგვეჭდა, რაზედაც ქვეყანა მდგრადად იდგა.
მაგრამ ინერციით გრძელდებოდა რაღაც დონეზე მაინც შემონახული იქნა, შენარჩუნებული იქნა ეს სასწავლებლები, სადაც მზადდებოდა შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები. ანუ რა, წარმოება და ეს ეკონომიკა და ეს ყველაფერი კი მომსპარი იყო, მაგრამ ნებისმიერ დროს, რადგან ჩვენს ხელთ იყო ეროვნულ რესურსში, ხელთ ჰქონდა ჩვენ ამ სპეციალისტების აი ეს დიდი არმია მართლა სხვადასხვა დარგის ნებისმიერ დროს თუ კი იქნებოდა შესაძლებლობა და პოლიტიკური ნება ამ ყველაფრის აღდგენის დაწყება შეიძლებოდა. იმიტომ რომ შესაბამისი სპეციალისტები ყავდა და თუ ძველი თაობა მიდიოდა სამაგიეროდ ის ძველი თაობა სასწავლებლებში თეორიულ ცოდნას მაინც გადასცემდა მომავალ თაობებს და ეს შემონახვა ხდებოდა ამ ცოდნის არ დაკარგვა. რომ მომხდარიყო შემონახვა და არ დაკარგულიყო. ახლა საბოლოოდ იჭრება, აი იმ ფესვებს ცილდება. ფესვებშივე ძირშივე ჭრიან ამ ყველაფერს, რომ საბოლოოდ მოხდეს ამ ყველაფრის დაკარგვა, რომ გავაწლები სიტუაცია რომ შეიცვალოს, ხელთ არაფერი აღარ გექნება დაუშვათ და მათ შორის აღარ გეყოლება სპეციალისტები. და ამ სპეციალისტების გულისთვისაც ისევ სხვას უნდა შეხედოთ და ამას უნდა შევხედოთ გლობალური ხედვით და გლობალურად უნდა დაეხედოს მაშინ რა ხდება მსოფლიოში. როდესაც თანამედროვე მეცნიერების ჩანასახები იქმნება, არსებობს ესე იგი მეცნიერული დარგები ფეხს იდგავს, არსებობს აზრთა ურთიერთგაცვლა, გამოცვლა, პირველი აღფრთოვანება, მიდიან ცოდნას ეუფლებიან მაშინდელი ევროპის საგანმანათლებლო ცენტრებში მოაქვთ აქვე აფუძნებენ და ეს ძირითადად არის უანგარო ხასიათის. ახალი ტალღა ევროპიდან დაიწყო მართლაც მეცნიერების საყვაობისა, მეცნიერულ ტექნიკური პროგრესმა ფეხი აიდგა, თუმცა მანამდეც რაღაცები იყო ეს დავიწყებულია და უანგაროდ ხდება ცოდნის ურთიერთგაცვლა, გამოცვლა და ამ თეორიული ბაზისის გაძლიერება სწორედ ამ უანგარო ნიჭიერი და გონიერი ადამიანების ერთმანეთთან მეცნიერული ჯაბაასის პირობებში იქნება ის თეორიული ბაზა, რასაც დღევანდელობა ეფუძნება, ახალი თეორიები, სერიოზული ისეთი რაღაც, რომელიც არსებითად შეცვლის იმას, რაც გაგვაჩნია, არა. მაგრამ მერე გველი შედის ამ ყველაფერში, პოლიტიკა შედის. შედის ფული, შედის ტაცებლური სული. განათლება რომ მოქცეს, მართლა განათლება რომ მოქცეს. და როგორ მიითვისოს ეროვნული რესურსი და როგორ გაბატონდეს სოფლიოზე. დანარჩენი ერები როგორ უნდა გააუქმოს, როგორ უნდა გააუქმოს. ესე იგი, ნამდვილი განათლება რაც ძირითადად ეს უანგარო იყო და მართლაც განათლებას ემსახურებოდა, ეს შეიცვალა უკვე, გარდაისახა. ჩვენ გონია რომ წინ წავიდა. ჩვენთვის, ანუ განვითარებადი და დანარჩენი გოის ქვეყნებისთვის განათლების იმგვარი პრინციპები შემოგთავაზეს კი არა, დაგვამკვიდრებინეს. რომ ამ განათლებამ შენ გაუნათლებელ მდგომარეობაში უნდა ჩაგაგდოს. ფართო ჰორიზონტის განათლება კი არ უნდა მოქცეს, უნდა იყოს ჭანჭიკის გამკეთებელი, მორჩა და გათავდა და არც ეგ არ ჭირდება მაგდენი, რობოტი გააკეთებს. და თუ ვუნდერკინდი ყავს, ვიღაც გენია თუ ყავს, მოვა სოროსის ფონდია თუ რაღაცა, ჩაატარებს პატარ-პატარა სიმპოზიუმებს, აღმოაჩენს ასეთ მარგალიტებს და წაიყვანს. მაგრამ დანარჩენება, განათლება არ უნდა მივიღოთ. ამიტომ თუ კი გქონდა რაიმე ბაზისი, ეს უნდა შემცირდეს, უნდა დაიშალოს და უნდა გაქრეს. და იმდენად დიდი ბაზისი შეიქმნა საქართველოში ქართული გენიდან გამომდინარე. ვერაფერს ვერ უხერხებენ. რამდენი წელი გავიდა და ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის მოპოვებიდან. რამოდენიმე ეტაპის დარტყმა მიყენებული და მიჰყავთ გრევისკება, რომ მაინც დიდია დარჩენილი. არა და ასაშენებელია უკვე უცხოური ქალაქები. გაქართველება უკვე უნდა მივიდეს ბოლო წერტილამდე დასრულდეს და არ შეიძლება საგანმანათლებლო ცენტრების დატოვება. ქართლის განათლება რა მიხვიდა მოემსახურო შენ უნდა იყო იატაკი მოწმინდო ფეხსაცმელი საკნარ
წაუსვა ეს დიდი გეგმიდან გამომდინარეა, რა გეგმაც აუმუშავეს მთელ მსოფლიოს, მაგრამ არის ქვეყნები, არის დიდი სივრცეები, რომლებიც ამას თავი დააღწიეს ჩინეთ, რა. კიდევ რამოდენიმე სხვა სამაგალითო ქვეყანად შეგვიძლია მოვყვათ, მათ ეს თავის განათლების სისტემა დაინარჩუნეს და ააგეს და დღეს გაასწრეს უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებშიც აღმოსავლეთთან ჩინეთის მაგალითი თუ აგოთ გაასწროთ დასავლეთს, მაგრამ ჩვენ ხელში შეგვრჩა ისევ ის ერის მომსპობი, გეგმები, რაც წინ უდევს ხელისუფალს და ახორციელებს ბოლომდე. კოსმოპოლიტური ქალაქებია გასაშენებელი. ეროვნული სული, ეროვნული აზროვნება უნდა მოისპოს. განათლების სისტემის განადგურება არის ნომერ პირველი და საშუალო საქმე. ესე იგი, არაბიზაცია და აი ეს რაც ხდება, ეს ერთიანობაშია გასაგები და ურთიერთდაკავშირებული საკითხები. ერთი მეორედან გამომდინარეობს. არ გამოვა ძლავრი განათლების ცენტრები და უცხოური კოსმოპოლიტური ანტიქართული ქალაქები. ერის საბოლოოდ მოიხაროს. არ გამოვა ეს კონფლიქტი, ეს აღარ უნდა იყოს. დემოგრაფიულად ხო გაგხვეთა იმ ვითარებამ, რაც შექმნილია საგანგებოდ. მაგრამ ეს ცენტრები მაინც რჩება. ესეც საჭიროა, რომ წავიდეს იმის საბაბით, რომ იცი რა კაცოქებს ზდიან და დასავლეთი და ის და ეს. ესეც ხელოვნური ამბებია, ესეც ცალკე გასარჩევი საკითხებია. დიახ, ხო, ის ინსტიტუტები რაც ჩამოყალიბდა, რომ გააერთიანებენ, აღარ იქნებიან ის საკავშირები თუ რა. ხო, მათ თუ გარედან დამფინანსებლები ყავთ ამ საგანმანათლებლო ცენტრებს, მაინც გააგრძელებენ. და ბოლოს თვითონაც საკაცუკები არიან ახლა უმაღლეს ხელისუფლებაში, ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც სოროსის ფონდებში გამოსდილი ბიჭუკელები ზიან და ისინი წარმართავენ პოლიტიკას. კი, ეს ნაცკოდ შორის ჩოჩქოლი უნდა მიმდინარეობდეს, რომ ძირითადად გადაფარული იყოს ყველაფერი ამ ორი კოსმოპოლიტური ძალით. აი მასია მთელი არსი ჩადებული ამ ორის მოჩვენებითი თუ სერიოზული ბრძოლით ერთი კოსმოპოლიტური საქმე კეთდება განქართველება. ქართველი არის დეტალურად შარეცხვა დაიწყეს, დაშლა დაიწყეს, ესენი აგრძელებენ. ყველაფერს მათ შორის განათლების სისტემას. რაც ყველაზე მთავარია, რაც ყველაზე ძვირფასია. თორე განათლება თუ არ გექნება ჯერ საერთოდ და მით უმეტეს თანამედროვეობაში, მაშინ შენ ქვეყანა უკვე აღარ ხარ. ეს უზარმაზარი მემკვიდრეობა გაქვს, რომლის ლიკვიდაცია შეკვეცასაც ჩვენ ასე ჩვენ თვალწინ ხდება და ეს არის უდიდესი ტრაგედია. ანუ ერთ მთლიანობაში უნდა იქნას განხილული ერთის და მეორეც. აი საზღვარგარეთის საკითხებს უკვე ნაკლები ენთუზიაზმით ვეკიდებით. ეხლა მართალია ექსპერტები მოგვიმრავლდნენ, პროგნოზიორები მოგვიმრავლდნენ, საზღვარგარეთის ამბების სპეციალისტები, მაგრამ აი შენიერი მალე ამ გზით უკვე აღარ იქნება. ამ საქმეში როგორ აქვს მდგომარეობა? უკვე ხმამაღლა გაისმის საპატრიარქოს მიმართულებითაც. რა საკეთებთ? წარსულში ნათქვამები აღარ ჭრის. აი არაბიზაცია, განქართველობა, აი განათლების სისტემის კიდევ ძირის გამოთხრა, შემცირება, დამცირება, ფაქტიურად ლიკვიდაციისკენ წასული გზა. სად არის საპატრიარქო? უკვე ხმამაღლა გაისმის. ერის მოთმინება წამოიწურა, როცა ერი იღუპება და მე მგონი ყველა ვარდებული. ბოლოს და ბოლოს ყველამ უნდა მით უმეტეს ჩვენმა სულიერად მაწინამძღოლებმა უნდა დააფიქსირონ პოზიცია. ნეიტრალურნი არიან, ხარს უჭერენ, წინააღმდეგნი არიან. აი ამ სამი პოზიციიდან რომელ პოზიციას უჭერენ? პარალელურად ხელისუფალი გვთავაზობს დებატებს. და წინა გადაცემაშიც თქვით, ახლა დებატები და კამათი ეშმაკისა. და როცა დაწხედავ კვალის ძიებაზე მე პრობლემების წარმოქმნა და ეს ჩაწვრილი მანება ემსახურება იმას, რომ დაბრმავდე და ის დათვიც ვეღარ დაინახო. კვალს რაღაც უნდა ძიება, კამათში და ჩაწვრილი მანება და ჯერ მოკამათეთ ვის დაისვავს.
ან რაღაცა საკამათო აქ. ყველაფერი ცხადია. არ ძველი ნათქვამები აღარ ჭრის. პატრიარქს კი აქვს ჩამოყალიბებული შესანიშნავად და ნათქვამი აქვს. არც მეფეს აქვს, არც პატრიარქს, არც პრეზიდენტს ქართული მიწა-წყლის გასხვისების უფლება. დღეს უძლურებაშია, წლოვანებიდან გამომდინარე. ყველას მოგვიწევს იმ უძლურებაში სხვადასხვა ფორმით შესვლა, როცა ვეღარ შევძლებთ. და იმ ნათქვამ სიტყვების აღსრულებლები ვარ და გამტარები ვარ, სად არის საპატრიარქო? აი ამ ეროვნულ უძვირფასესი სიმდიდრის გასხვისებას, განქართველებას და არაბიზაციას ზედ დაერთო უკვე ორი ისტორიული მშველებელი, სამეცნიერო, საგანონათლებლო ბურჯის შემცირება შეკვეც. ეგ ვიცით რასაც ნიშნავს. უამრავი პროფესორი, უამრავი მეცნიერი დარჩება უშევარი, მსგავსად როგორც 90-იანებში მოხდა, ყველაფერი რო გაჩერდა, სტუდენტთა რაოდენობა შემცირდება და იმდენი უნდა მივიღოთ, რასაც ბაზარი დაგვიკვეცო და წარმოება არ აქვს და სასტუმრო ბორდელებია და რას დაგიკვეთს ეს ქართული ეგრეთ წოდებული ბაზარი. და მაგის სპეციალისტები უნდა გაზარდონ რა. ხო და სად არის ამ დროს საპატრიარქოს ოფიციალური განაცხადი დღეს ჭირდება. ეს ჭირის გადარჩენა ჭირდება. და მეორე სად არის პოლიტიკური სპექტრი. კი ბატონო, აი გავარჩევთ დაუშვათ ირანისა და ის ამბავს, აი იმ უზარმაზარ ნახს, აი მესამე მსოფლიო ომი წამი-წამზე შეიძლება დაიწყოს, ხო? ხო, იმიტომ რომ ჟამია და ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხები წყდება. ჩვენ არ ვიცით სულიერ სამყაროში რა ხდება, ნიშნები თვალ წინ გვიდევს, ცხვირ წინ გვიდევს. ხო, ეს კარგი ექსპერტი ისინი რო გავხდით და პროგნოზიორები და კარგად რო ხედავთ, რომ თურმე ამერიკა როგორი უარგისი ყოფილა და როგორი გარყვნილი ელიტა ეპშტეინის კუნძული არ მინდა ის საზღვრებები, არ მინდა დავიჯერო რომ ხდება ესეთი რაღაცა, მაგრამ ფაქტია ესე იგი რა ბუდია, გავიგეთ ეგა კი ბატონო, მაგრამ აი ხო, ეგეც ადასტურებს, რომ ჟამია მეორედ მოსვლა. ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხები წყდება. დედამიწაზე სიცოცხლე იყოს თუ არ იყოს. ფაქტია კი, რომ აი ეს უზარმაზარი არმადები გროვდება აგერ აქვე ინდოეთის ოკეანეში და ირანის სამხრეთით, სპარსეთის ყურეში. ფაქტია. მაგრამ ამ ფაქტს როგორ ინტერპრეტაციას აძლევ? შენ როგორ გესმის? ყველაფერი ფაქტია, რაც არსებობს და რაც არ არსებობს. მაგრამ შენ როგორ განმარტებას აძლევ? შენ როგორ გესმის? თამაშია საქმე. ჟამია. და საქართველოს დაღუპა. რასაც უყურებთ. ნიშანია კაცობრიობის დაღუპისა ყველაზე დიდი. აი ვინც სოფლიოს მართავს ეს იმან უნდა გაიგოს, თორემ ნუ რა ვიცი, აქ ვის ველაპარაკებით. აქო ჩვენ ყველაზე დიდად ურწმუნონი ვართ, რომელიც ასე მსჯელობს. შინაურობდელ შენდობა არა აქვს, ხო? ესე იგი, უფლის სიტყვაა გაცხადებული, უზარმაზარი ცნობიერებაა მოსული და ისევ გარეთ ვეძებთ და ამას ვითომ ვერ ვხედავთ. ეგა. და რას აკეთებს ამ დროს პოლიტიკური ნაწილი? ვიცით, რომ ვერ შევძელით გაერთიანება და ცალ-ცალკე ცენტრები გვაქვს ჩამოყალიბებული. კარგი სახელები დავარქვით ამ ცენტრებს. ვამბობთ, რომ ზეპარტიულია, კი ბატონო, გაგიმარჯოს, კარგია, ზეპარტიულია. რამოდენიმე ცენტრი ასეთი. ერთ-ერთმა თქვა, რომ კოცები და ნაცები, სიონისტები საქართველოს ფარულ გენოციდს ეწევიანო და თელ ჩვენი 100%-ით გადავერთვებით, რომ ეს არ დაუშვათ. და ვისაც შეგვიძლიათ მხარში დაგვიდექით. კი ბატონო, არის ასეთი ახალგაზრდული ცენტრი. ნუ ძალიან კარგი. ვისაც შეგვიძლიათ გვერდში დაგვიდექითო, ეს ნიშნავს იმას, რომ აქვთ გაცნობიერებული რამხელა პრობლემასთან აქვს საქმე, რომ მარტო ვერ გადაწყვეტენ და საჭირო მხარში დგომა. მე მესმის. მაგრამ უფრო კარგად თუ გავიცნობიერებთ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. უფრო თუ კარგად გავიცნობიერებთ. მაშინ აღმოჩნდება, რომ თუ ღმერთი შენთან არ არის, სიონისტებს შენ ვერ ძლევ. უბრალოდ შენ თუ არა ხარ ღმერთთან.
ხო, შენ თუ არა ხარ ღმერთთან. ახალი სიტყვა ეგ არის. ღმერთი რო შენთან იყოს, შენ უნდა იყო ღმერთთან. ახალი სიტყვა ეგ არის. ეს არის იარაღი, კარგი გაგებით იარაღი, რამაც უნდა დაგაძლევინოს და გაძლევინოს ის სიონისტური მსოფლიო ანკლავი. მსოფლიო მმართველი ფაქტიურად და მისი ასე ვთქვათ ორი წარმომადგენელი საქართველოში, ქოცი თუ ნაცი. როგორ გინდა ცილიო? ხო? არის კიდევ სხვადასხვა რამოდენიმე დაჯგუფება, მაგრამ რა არის, აი ცუდი ნიშანი რა არის. ჩვენ ვერ ვხედავთ ერთიანი კოორდინაციის ხაზს. ვერ ხედავთ. რომელიმე ნაწილის დაბლა დაძვირით თუ მიგვაჩნია, რომ ჩვენ მაღლა ავიწევთ და ასე დავრაზმავთ ერის ენერგიას, ცდებით. გასაცდელი სახეზია, საპატრიარქო დუმს პოლიტიკურ ნაწილში ერთიანობის არავით არის სურვილი არ იგრძნობა, ჯერჯერობით რასაც უყურავთ. ერთმანეთის სასამართლოს მოწყობით ეს საკითხი არ გადაწყდება. და თუ ასე გაგრძელდება, მაშინ მოგვიწევს სხვანაირი განცხადების გაკეთება. იძულებული გავხდებით. ვითარება ისეთი შეიქმნება, რომ უბრალოდ ვიტყვით იმ ვითარების შესახებ რაცა და მე ძალიან არასასიამოვნო იქნება ყველასთვის. მარტო ინტელიგენცია თუ გამოვა და მარტო ამ უნივერსიტეტის ან ერთი და ან მეორეს ირგვლივ მყოფი ხალხი თუ ეშველება ამ საკითხს. ყველა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები თუ მასთან დაკავშირებული ხალხი შევიკრიბოთო და გამოვიდეთო და ან ესე და ან ის ეშველება არაბიზაცია გაჩერდება, კარგი გუმბათი მოშალეს. პირდაპირ დიდი მეჩეთის შენებლობით დაიწყეს. გუმბათი მოშალეს. რა თქმა უნდა გუმბათის მოშლა დაიწყეს, იმიტომ რომ წინააღმდეგობის კერა დაინახეს რომ არსებობდა და ჯერჯერობით თავი ოდნავ აარიდეს. მაგრამ ვინმე თუ ხელი აიღო ქალაქების შენებლობას. არ იგრძნობა იმის შეგნება, რომ მართლა ვიღუპებით, ერთმანეთი გვჭირდება. ერთმანეთის ანგარიშ სწორება კი არა, რაც იყო და მოდი იმაზე ვილაპარაკოთ. კი ის შეცდომები იყო, ხო, შევწოდეთ, შეგვეშალა, არ ვიცოდით, გვაქვს დანაშაულები ჩატელი, ასია თუ ისია, იმ ფორმით არის თუ ამ ფორმით არის. არ გვინდა რომ ერთმანეთს მიუტევოთ და ის წარსულს გავატანოთ და ახალი ნულიდან დავიწყოთ და იმაზე ვიმჟელოთ, ამ საკითხს რა უშველოთ, ამ პრობლემებს რა უშველოთ. დისკუსია, კი ბატონო, ვიმჟელოთ, როგორ უშველოთ ამ პრობლემას, რაც ჩვენ თავზე გვაქვს უკვე დამდგარი. ერთ-ერთ იმაზე შედგა, არაა საჭირო ეხლა დასახელება, მაგრამ დებატე და ძალიან ცუდი სახემი იყო. ჩვენ ის გვინდა რომ დავინახოთ, რომ ვსჯელოთ იმაზე თუ როგორ უშველოთ ამ პრობლემას, კომპლექსურ პრობლემას. არ იგრძნობა რომ ამ მიმართულებით გვინდა გადავდგათ დამბიჯი. კარგი შემოხმიანება ერთ-ერთი პიროვნების მიერ. კარგად ამ პიროვნებას გაცნობიერებული და მადლობას უხდით ასეთ გამოხმაურებისათვის. ხალხი და საპროტესტო აქციები, იმიტომ კი არა და იმ შინაარსით კი არა, რომ დავამხოთ, შევცვალოთ და ის სხვა მოვადა უკეთესია. ესეთ პრიმიტიული და ესეთი რევანშისტული იმით არ გამოვა. სახალი არ არის, ყოველთვის ოპოზიცია აყენებდა საკითხს, რომ და გადავაყენოთ, დავსაჯოთ, ესე ვქნათ, ისე ვქნათ, ძალაუფლება მის ხელშია. შეძლებ პარტიას.
არ არის ეგ მოხდენადი ამბავი. სხვა მსჯელობა უნდა გასაგებია ცოტა მე შემეცვალა მსჯელობის მმართველობა, მაგრამ ნულოვანი ვარიანტის გავლის გარეშე ვერ მოხდება. ამას სერიოზული დაჯდომა უნდა, სერიოზული მსჯელობა უნდა. რევანშის აღება და სხვის დაჩოქება კი არა. თავი რო წარმოგიდგენია რომ მარტო დაუშვათ ეს შემადგენლობა, მარტო ეს შეხედულება არა, მრავალი შეხედულება, მრავალი პარტია, მრავალი სახელმწიფო სისტემები არსებობდა და რამოდენიმე დიდი პოლიტიკური დაჯგუფებები არსებობს, კაცო, თავისი შეხედულებებით და კიდევ არის ისინი, ვინც გონია რომ არ არის, მაგრამ არის საზოგადოებაში ერთში არის. ურთიერთწინააღმდეგობრივია. და შენ რომ იმის გასამართლება კიდე იმასაც აქვს შენი გასამართლებელი და ჩვენ ფაქტიურად ვახდენთ იარების გახსნას, ძველი ჭრილობების გახსნას. აი იმის მაგივრად, რომ ეხლა დაგვეწყო მსჯელობა, აი რა უშველოთ არაბიზაცია მიდის, აგერ განათლებასაც დაბლას წევენ, ამასაც მოგისპობენ, აი რა უშველოთ ამ საკითხს. როგორ გადავწყვიტოთ, აი დავსვეთ და ვიმსჯელოთ. მაგის მაგივრად ძველი ჭრილობების გახსნა დავიწყეთ. ერთმა ნაწილმა. წარსულში ბრუნდებით, 90-იან წლებში ბრუნდებით და ისევ იმ საკითხების გარჩევას ვიწყებთ. საგანგებოა ის ტელევიზიები, რომლებიც საგანგებოდ ეწევიან ამ მიმართულებით პროპაგანდა, აგიტაციას ვითომდაც უახლოესი ისტორიის განხილვისათვის. აი ეს უმტკივნეულებთ რა უბრალოდ აი როგორ დაიბადა ახალი საქართველო, თითქოს ეს უმტკივნეულო ამბებია და საგანგებოდ იწევენ, საგანგებოდ აქტიურებენ იმ ძველ იმას, რომ ხო გადატრიალება და ის რატო მოხდა. ეს უბედურობა იყო, კი გავიგე, მაგრამ ჩვენ ახლა ეს ბოღმის გოდრებად რო ვართ გადაქცეული და იმ წარსული და ვერ გამოსულ ვართ. რას ვეუბნებით თანამედროვე ახალგაზრდას, მოზარდს, მოვალთაობას. ან ჩვენი ისტორიის არაფერი გესმის და არც სხვა ქვეყნებისა და რამდენი გადატრიალება, რამდენი შეჯახება არ მომხდარა ჩვენ ისტორიაში, ჩვენ ისტორიულ წარსულში და სხვა ქვეყნებისაც. და გადალახეს გარკვეულ პერიოდებში ხდებოდა გადალახვა, რაღაცაზე მორიგება და საერთო მტრის წინააღმდეგ ერთად იკვრებოდნენ ეს ქვეყნები და ზოგი მერე ისე ფართოვდებოდა, რომ იმპერიასაც ქმნიდა და ზოგი თავს გადავიდა. ვახდენდით იმას, რომ გადავრჩებოდით ხოლმე მაინც. აი როგორ არის, აი ყველაზე კაცრად, ყველაზე აშკარად დადგა თუ არა განქართველების რეალური პროცესი, დადგა თუ არა. მაშინ ისევ წარსულის იმეებში ხდება გადატანა და ისევ დაპირისპირების კოცონის გაღვივება. განათლების სისტემაშიც ეს ამბავი, გარკვეულ პროფესორებს მაღალ ხელფას პირდებიან, განხეთქილება გაძლიერდეს. რა თქმა უნდა, ესეც პოლიტიკური ნიშნით მოხდება აქაც გადაჯგუფება. იმიტომ რომ სამეცნიერო პროფესურაშიც ერთგვარი განხეთქილების ვაშლი, ვიცი რა, შენ მაღალ კვალიფიციური ხარ, მაღალ ხელფასი გექნება ამ გაერთიანებულ იმაში, მაღალი თანამდებობა და კარგი ჯამაგირი, დანარჩენები არა, ეგ ზედმეტია ბალასტია, არაა საჭირო. აქაც განხეთქილება, დაშლა. ეს ჩვენი რამოდენიმე ცენტრი, პოლიტიკური ცენტრი. აი ასია. აი ასია. ამ პიროვნებას ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ნინევეში როგორ ხდება, ხალხი აცნობიერებს იმას, უფრო დეტალურად რომ შეეხო და თანამედროვე აზროვნებით რომ გადმოთარგმნო. 40 დღეში ნინევი დაიღუპება, ერთი შეუნათვალი იყო. ხო ამ სისტემით, ამ ფორმაციით, ამ გზით ჩვენ დავიღუპებთ. და იწყებენ მონანიებას, ხდება შამის თვითშეგნება. და მეფე რომ დაინახავს, რომ ეს ხალხი გამოსულია, მე ისიც სათანადო შემხოდ ნაბიჯებზე მოდის. ესე იგი, გარკვეული შეგნებული ნაწილი ერთ თუ გააჩნია, მოაზროვნე ნაწილი, მოქმედი აქტიური ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ ამინს ქმნის, ან
განსაზღვრულ ამინდში როლს რო თამაშობს. ამით სხვა გვისაზღვრობს გარედან, მაგრამ როლს ხო თამაშობთ. იგი რაღაცა გვეკითხება, ერთი-ორი ადამიანი მაინც გვისმენს, არა, პარტია გვაქვს, რაღაცა საზოგადოებრივი აქვს. ალბათ თუ შევიგნეთ რომ ვიღუპებით, მაგრამ ცოტა ფართო შეგნებაა საჭირო რა. ცოტა სხვანაირი ჩაცდომა, იმიტომ რომ ჩვენ ამ ბოროტების გზაზე დავდექით, ამ ფულის გზაზე და ყველას გვაქვს მონაწილეობა მიიღებული. და ეს რომ შევცვალოთ, ფორმაცია უნდა გამოვცვალოთ. ახალი რელიგია კი არ გვაქვს მისაღები კაცო. ნინევე სასწაულში სულაც არ არის ლაპარაკი რელიგიის შეცვლაზე. ის არის წმინდა პოლიტიკურ საზოგადოებრივ ფორმაციულ ცვლილებაზე ლაპარაკი. იგაური ენით, ლამაზად, მოკლედ და კონკრეტულად. წამომწყები ეს შეგნებული ნაწილია, რომელიც ამას გაიაზრებს. და გარკვეულ სიმრავლეს ქმნის დაბლა. და ზევიდან ხელისუფალებს ამას გაყვება, დაყვება. და სწორედ ამ მომენტს უსვავს ეს პიროვნება ხას, რომ თუ კი ხალხი წამოვა, მაშინ ხელისუფალი წამოვაო ამაზე. იძულებული გახდება, ასია თუ ისია. ბევრი შეიძლება არა მარტო იძულებული და ასე შემდეგ. სულიერი მდგომარეობა იქნება. სულიერი მდგომარეობა იქნება. აი ეს, როდესაც შენ ხალხს ეძახი, იმიტომ რომ დაამხო, იმიტომ რომ ასე შემდეგ არ გამოდის. ჯერ ერთი ეგ არის სამოქალაქო ომის გზა. ჩვენ ეგ ერთხელ გავიარეთ უკვე და შედეგი ვიცით როგორც არის. და არა მარტო ჩვენ, საერთოდ ზოგადად სამოქალაქო ომები პატარა ქვეყნებიც არის დამანგრეველი, მით უმეტეს როცა ესეთ გეოპოლიტიკურად აქტიურ ტერიტორიაზე ხარ, ყველა ისარგებლებს შენს დასაგლეჯად ამ დროს. მაშინ და როცა ეძახი მოედანზე კიდევ იმიტომ რომ ისე უკან გააბრუნო. აი დაუძახებ და გამოყვა ხალხი და შენზე იმედი დაამყარა და მე ისე უკან აბრუნებ, გულს უტეხავ, ხო? ესე იგი, როდესაც გააჩინე რა მოთხოვნით ეძახი. დამხობაზე ბევრიც არ გამოყობა, იმიტომ რომ ქვეცნობიერად თუ ცნობიერად იცის რომ დამხობა სისხლია და ქვეყნის გაუბედურება. არ გამოვა. ესე იგი, უნდა აქაც დასაფიქრებელი ვაქვს, რისთვის უნდა დაუძახოთ. ბოროტების დაგდებისათვის, მონანიებისათვის, სუფლის წინაშე, როგორც ტაძრებში ვიკრიბებით, დიდ მოედანზეც ვარ შესაგრები. რა მდგომარეობას დღეს ქვეყანას აქ თითოეული ჩვენთაგანია ამის მიზეზი. ყველა სხვადასხვა წილი გაქვს, ეხლა არის ამ შემთხვევაში მეტნაკლებად ნემსის კურდია და აკლების კურდიცო ამ კუთხით თუ მიუდგებით, ყველა თანაბრდებით, თორე ისე არის შედარებით უბრალო, ქართული სიტყვა როგორია, ბრალი არ მიგვიძვის უბრალონი ვარ და ბრალიანი. ანუ თავარი შევოქმედი, მაგრამ ამას ეხლა თუ ასე დავყვებით, მე ახლა იმაზე ვიდავებით, ვინ უფრო უბრალოა და ვინ უფრო ბრალიანია. ამასა ვართ გადაყოლილი და დიდ ბოღმის გოტრებს დავატარებ მთელი 30-35 წელია უკვე. ხო. ესე იგი, სხვანაირი სულითა ვართ გამოსასვლელები. ჩვენ საკუთარ თავში, ჩვენ რა უნდა გადავწყვიტოთ, რომ მოდი ეს გზა უნდა გავაჩეროთ, ეს მასონურ, კოსმოპოლიტური, რაც ვერ გავდით, დავანგარდში ვიყავით ამ დანერგვისა. ეს უნდა შევცვალოთ. რითი? არ უნდა გამომგონებლობა, არ უნდა რაღაცა. მოცემულია პროგრამა მარტივია, იოლად გასაგებია. ეს პროგრამა არ არის კაცის ნიჭისა და კაცის შრომისა და კაცის ტვინით შექმნილი. უფლისგან მოდის. მარტივი, ადვილად გასაგებია, გავრცელებულია, აი ამ პროგრამის მიხედვით. გვაქვს ახალი ფორმაცია დასაკვირვებელი. ხო, ისე უბრუნდებით იმ ყრილობის დადგენილებებს, იმიტომ რომ დაგჭირდება იურიდიული ფორმატი, იურიდიული საყრდენი, სამართლებრივი საყრდენი და ასე შემდეგ. აი ეს საკითხები გვაქვს ჩვენ გადასაჭრელი. თუ ამ საკითხებს ვერ გადავჭრით, ვის ჭირდება ნეიტრალიტეტი? არაბებისთვის და იმ უცხოელებისთვის, უცხოელი კოსმოპოლიტი მდიდრებისთვის აქაურობას რო იყიდის იმათვის ნეიტრალიტეტი? რომ მშვიდობიანი არ იყოს. უფულებაში რომ იცხოვრო. უფულებაში ამათ ყოველგვარი საფრთხე მოხსნილი რო იყოს და ვის ჭირდება? ეგეთ აქაური ერთეული დაბალი ფასები, ეხლა ფასებზე რო ალაპარაკდნენ, ეხლა აღარ გავაგრძელებ პირადად ამ თემას, იმიტომ რომ ეს კი სხვა თემა არის. ეს ცრუსაუბრები პროდუქციის გაიაფებაზე რო წამოვიწყეთ, ვის უნდა გაუიაფოთ? მილიონერებს, ვისაც ვეძახით და მოდი იყიდეთ, ხო?
აი ვისთვის გვინდა ამ ცხოვრების რა პირობებს ვქნით და სად არის გაიაფებულისა რა მაგასაც შესანიშნავად ხედავს მოაზროვნე ადამიანი რომ არ არსებობს იმ პირობების შეცვლა არ ხდება რაც იწვევს ამ გაძვირებას და ხო ვისთვის გარეთ რა ხდება? გარეთ ხდება სოფლიო გადანაწილება და ზოგადად მთელი დედამიწა უკვე ამ პროცესში ჩართული პატარა ლაბორატორიაში რაც ტრიალებდა საქართველოში 95 წლის 9 იანვრის და წლის 2 საათი დაწყებული იყო ცნობიერ დონეზე ჩვენ არ ვიცით რა ხდებოდა სულიერ სამყაროში რა იცვლება იმით რასაც ჩვენ აკეთებ ან რასაც ჩვენ არ აკეთებ ან რაც გაგიკეთებია კარგს ვამობ, რა შედეგებს ახდენს მიმდინარე პროცესებზე, ეს ჩვენ არ ვიცით. მაგრამ პატარა ლაბორატორიიდან უკვე საქართველოსთან გადანაცვლდა მთელ კაცობრიობაზე. და ჩვენ იმ ტვირთს არ გვიხსნის, აი ხო უყურებთ, არ გვიხსნის კიდე. რა ტვირთით ჩვენ გვადევს ისტორიული მისია კაცობრიობის წინაშე. ჩვენ ახალი ღვთაებრივ პრინციპებზე ღვთაებრივი სამართლიანობის პრინციპებზე აგებული ინფორმაციის მოდელი უნდა შევთავაზოთ. ესაა ჩვენი ძლეველობა და უფასოდ წაიღებენ კი ამ ცოდნას ამ გამოცდილებას. ჩვენ თავზე კი არ უნდა დავაჯდეთ, როგორც ესმით, რომ თქვენი ბატონებთ სხვებზე და ვერი ბატონებენ სხვები თქვენზე. ეგ ანტისა, ანტიქრისტესია, ეგ ღუპავს, ეგ არა. და შემდეგ რა იქნება? პური მეპურემ უნდა ააწყოს, ხო, კი, უნდა ახ სხვა რეჟიმში, სხვა ღვთაებრივი სამართლიანობის პრინციპი. ხო, ვინც ამ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა გარკვეულ სახელმწიფო მოღვაწედ და კი, ხვაბა ახლა ქუჩიდან ხო არ მოვიყვანთ და გრი არ არის. პური მეპურემ უნდა ააწყოს. და პრინციპი ესია, არა შესაჭმელად საქართველოს. დღემდე სახელისუფლებო ვერტიკალი, სახელისუფლებო უფლებამოსილებას ამ არსებული ფორმაციის პირობებში იყენებს ქვეყნის შესაჭმელად. ჩვენ რომ ძალა ქონოდა ამ კაპიტალისტურ მომხვეჭელური სისტემით, სხვებს ვაქცევდით კოლონიად, სხვა ქვეყნებს პირველ რიგში. მაგრამ ჩვენ სხვა როგორ უნდა ვაქციოთ, თვითონ ვართ ნეოკოლონია, ანუ კოლონია. ამიტომ არის რომ ამ სისტემის პირობებში ორმაგი ტვირთი დაედო აქ მაცხოვრებელ ქართველს. კახაშენ თქვი რომ აი ეს წაგწაგის ეროვნული გაერთიანებები ყოველ შემთხვევაში ვისაც აქ პრეტენზია იმაზე რომ უნდა გამოვიდეს და შესთავაზოს დიდი გაერთიანება აი ეგრეთ წოდებული არაბული ქალაქების შენებლობის წინააღმდეგ და თუ ღმერთთან არ ხარ თუნდაც ჩვენი ადამიანური გაგებით ღმერთი თუ არ არის ჩვენთან რაც აღმეც არასწარდეს არასაქმე არ იქნებისო ხო და განსაკუთრებით ეროვნული მოძრაობის დროს ყველა პირზე გვეკერა და ეხლაც რომ ჩვენთან არის ღმერთი მაგრამ ვის როგორ წარმოუდგენია ჩვენთან ეს ღმერთი რას ნიშნავს რომ ღმერთი ჩამოუახლა კომპლით ერთ კომბარს კონცეფტს ჩაარტყავს თავში მეორეს ნაცებს მერე მიუვარდება იქ ოფისში ქალაქის ცენტრში არაბულ კომპანიას რომელსაც დავალებული აქვს ამ არაქართული ქალაქების შენებლობა და იმათ აღურდი გაყრის იქიდან ესე ღმერთ ჩვენთან არის ღმერთი რა ხო ჩვენთან არის ღმერთი დიახ ნამდვილად სიტყვა ჩვენთან არის კი ბატონო მაგრამ როგორ წარმოგვიდგენია ღმერთი როგორ უნდა დაგვეხმაროს კომპლით თუ გზა უნდა გვიჩვენოს როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და ეს გზა თუ კი ნაჩვენები გაქვს 30 წლის წინ მოგეწოდა კონკრეტულ ქართველ პიროვნებაზე, ქართველი წერაზე, საზოგადო მოღვაწეზე გავლით გელაპარაკება გაწვდის მიგითითებს რა გასაკეთებელი იმისთვის რომ აი ამ არსებული სიტუაციაში ლავირებით და ეს მოხერხებული გზებით დააღწიო თავი ამ ყველაფერს და ქვეყანა გაიყვანო სამშვიდობოს და მერე დანარჩენ მსოფლიოსაც შესთავაზო გამოსავალი, იმიტომ რომ ერთი ქვეყნის კეთილდღეობა
ვერ იქნება ამ გარემოში თუ დედამიწა დაიღუპა საქართველოს სულ აყვავებული სიყო ზედმეტყობა ხო და რა თქმა უნდა აგერ საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ რომ ჩვენ დანაგერ ორნაბიჯი ხდება ამხელა მონსტრების დაპირისპირება და პირისპირ დგანან და ნებისმიერი აი რაღაც პროვოკაციული ერთი გასროლაც კი შეიძლება მიზეზი გახდეს იმის რომ დედამიწის დაღუპვამდე მივიდეთ ხო და აი ამ ფონზე ხლა იმიტომ გავუსვიმე ხაზი რომ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც მაგალითის მიცემას ჯერ შენთან გაქვს ეს გასაკეთებელი და შემდეგ როგორც მაგალითი ეს უნდა უჩვენო დანარჩენ მსოფლიოსაც ну იქ მსოფლიოში ხა მე ვინ გამოჩნდება ეს პირველი მერცხლები ვინც ამას მიიღებს გაითავისებს თავისთან დანერგავს ეს უკვე სხვა თემები ამაზე გვაქვს ჩვენ ასაუბრები ეს სხვა საკითხია ну კვირა არ გავა თუ არ გავა რომ არსებულმა ხელისუფლებამ ახალი ანტიქართული სიუპრეზი არ შემოგთავაზოს ამ სისტემის წავარნილი პირშოა ხო ეს ხელისუფლებაც რა თქმა უნდა ცალკეულ პიროვნებებზე ახლა ну რა უნდა ვთქვათ პიროვნება რო იბადება თავიდან ყველა ბავშვს ანგელოზს აი როგორც გამოსახული რომ ბავშვის სახით ანგელოზები ხატებზე როა მოცემული ყველა ბავშვი ესეთია ხო ის არ დაბადებულა და უშუალოდ ქვეყნის მოღალატედ არ დაბადებულა ქვეყნის დამყიდველად შემდეგ ცხოვრებამ ჩამოაყალიბა მიიყვანოს არსებულ სისტემაში ჩამოყალიბდნენ ასეთ მე მახსოვს ერთი მოსამართლე როდესაც რაღაც პრეტენზიებს უყენებდნენ შენიშნული იყო ნაციონალური მოძრაობის დროს ესეთი მკაცრი განაჩენების გამოტანაში და ქონებების კონფისკაციაში და ეს ასე შემდეგ მან ესეთი რაღაც თქვა მე რას მერჩითო რა კანონმდებლობაც დამიდესო წინო მე იმ კანონებს გვერდს ვერ აუვლიდიო მოსამართლეები ყავი და მეუღალებოდა რომ მოცემული კანონებით გამესამართლებინა და იქ მოცემული სასჯელები წამეყენებინა და სასჯელებით დამესაჯა დამნაშავეები ხო რა კანონების დამიდეთ იმის დაახლოებით იგივეს გადმოტანა შეგვიძლია ხელისუფლების მაღალი რანგის მოღვაწეების მიმართ გინ წასულ ხელისუფლებაში და გინ დღევანდელ ხელისუფლებაში არსებულ სისტემას რა კანონებიც აქვს ადრეს თქვიმე და გავიმეორებ საბაზრო ეკონომიკაა ხო საბაზრო ეკონომიკა არის ფუნდამენტი არსებული სისტემის საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდინარე ხელისუფლება არათუ უფლებამოსილია ვალდებულიც კია ინვესტიციები მოიზიდოს არსებულ სისტემას არ გააჩნია არც ეროვნული იდეოლოგია არც ეროვნული ინტერესების აღქმა ამაში რომ კარგად გავერკვათ რა კიდე ესე იგი ხელისუფლება რაშია ვალდებული რომ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს უნდა მიყვეს და ქვეყნის სიმდიდრე უნდა აღინუსხოს თავისებური და საქონლის სახე მიიღოს და გაიტანოს სოფლიო ბაზარზე კიდევ რომ გამოჩნდება იმ საკუთრებელი ჩვენ ამას ვეძახით აი ინვესტორი მოვიდა და ინვესტიცია შემოვიდა და იგი ხელისუფლება ვალდებულია საბაზრო პრინციპებს დაუქვემდებაროს მიწა წყალი წიაღისეული ყველაფერი ესე იგი მოხდეს აღნუსხვა მოხდეს გარკვეული კანონიზირება გარკვეული ფორმით რომ მოვიდა და აი ეს იყიდა ამ საზღვრებში ეს უნდა გაიტანოს სოფლიო ბაზარზე შენ გოიქვეყანა ხარ და შენ გაიტანო თვითონ ურას უკაცრავად ეხლა მთლათისი არ არის კაც მიგიშვან მაგრამ შენ უნდა გაიტანო და გავიტანეთ ყველაფერი კაც ოქროს საფათო წამყვანი სიმძლავრეები ენერგეტიკული სიმძლავრეები წიაღისეული ჭიათურმანგანოვი მიწა წყალი საკურორტო ზონები გავიტანეთ და გავყიდეთ სასწავლებლების კორპუსები დავშალეთ სასწავლო მეცნიერებათა აკადემიის გაუქმება ის ეხლა ახალი ტალღა მესამე ტალღა უნდა გავიტანოთ გავყიდოთ რეკლამები უკეთდება აი როგორი კარგი ადგილია საქართველოს და კი ესე იგი არსებული ხელისუფალი ესაა საბაზრო ეკონომიკის პირშო არსებული ყველა მომაკვდინებელი სისტემა ფორმაციის აღსრულებელი გოი აღსრულებელი სხვა მეტი არაფერი ხო და მაგას ვამბობ სწორედაც რომ ინვესტორი რო ინვესტიცია ინვესტორი პიროვნებები მოიყვანეს და გამზადებულ კანონებზე დასვეს ხელისუფლებაში
და ეხლა ევალებათ ამათ ეს საბაზრო ეკონომიკის და ზოგადად კაპიტალისტური სისტემის კანონების აღსრულება, ხო და ამ კანონებით მართვა ქვეყნის. ხო და მართავენ და რა უნდა ქნან ახლა უარი თქვენ არსებულ კაპიტალისტურ სისტემაზე და თქვენ რომ მე ამას არ გავაკეთებ აბა ეს რან მაშინ რადი ხელმოწერებითა ხელშეკრულებებზე და ყველაფერი განათლება იქ აქვთ მიღებული ხელმოწერე ეს სხვა თემა მაგაზე უკვე ვისაუბრებთ რომ ეს ამათ ყველას ის გავლილი აქვს ის სკოლა ის მომზადება შესაბამის ხელმოწერებიცა ისე არავინ არ მოიყვანდათ ამათ ხელისუფლებაში გარკვეული დობა არ ქონდეთ მოპოვებული იმათი ვინც სოფლიოს განაგებს ეს სხვა თემაა მაგრამ ეს სხვა რამეზე ვაკეთებ აქცენტს რომ აი არსებულ კანონებზე უარი თქვან მაშინ რომელი კანონებით უნდა მართონ ქვეყანა მაშინ უკვე მაშინ მივდივართ ისევ იქამდე ხო ანუ უკანო დაბრუნდე თუ კაპიტალიზმზე უარს ვამდა მის პრინციპებზე და მის კანონებზე მაშინ მონათლობელური თუ ფეოდალური თუ ისევ მაშინ ბოლშევიკურ სოციალისტური მაშინ უბრუნდები თუ რას ვაკეთებ თუ წინ გავიხედოთ და გავაცნობიეროთ რომ ეს არ არის დასასრული და ეს არ არის ბოლო ინსტანცია კაცობრიული განვითარების საქმე იმაშია რომ ის ახალი შეიცავს განვლილების ყველა კეთილ თვისებას ზოგი ნაწილობრივ ბოლშევიკურშიც რაც იყო კარგი პლუს ამ ახალში ნუ არსებულში რაც არის და ასე შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში უკუსვლით საბჭოთა მოდელი პირდაპირ კალკირებით გადმოღება ეგ არავითარ სიახლეს და წისვლას არ გამოიწვევს ხო არადა მზად არის ყველაფერი გამზადებულია ახალი სისტემის მოცემულობა აგერ ხელი აქვს მოწერილი ხალხს არაერთხელ ვითქოს 1,907,000 ხელმოწერა ჩატარებული ეროვნული ყრილობები დადგენილებები აი დღევანდელ თემას მინდა მიუბრუნდე ნუ ბევრს არაფერს არ ყველაფერი ამოწურავად ითქვა მაგრამ მინდა ჩვენს პატრიციულ სმენელს უთხრა რომ ჩვენ თვითონაც ყოფილი ვართ მოწმე ხშირად იმისი რომ ეს მაშინდელი პროფესურა აკადემიკოსები ეთონეს პოლიტიკოსები ვიღარ არის ნამყოფი ბატონ აგაგისთან ბატონი აგაგი ჯერ კიდევ როდის გასულ საუკუნეშიც ჰქონდა ამ თემებზე საუბარი და მახსოვს პირადად 2001 წლიდან მოყოლებული რომ აი აქამდე რომ არ მივიდეთ აქამდე აი ესენი აი საფრთხე არის მოსალოდნელიო და არ ჯეროდათ იმათ იმ პატივცემულებს რომ რა საქართველოში ეს როგორ მოხდება არამედ მომხდარი იყო უკვე ძალიან ბევრი რამ კვლევითი ინსტიტუტები დაანგრიეს მერე ამას მოყვა ამაზე იყო ლაპარაკი ნაციონალური შემოქმედებითი კავშირი დაშალეს მეცნიერებათა აკადემიო მალე ეს აი ჩვენ ყველას გვახსოვს კაცო როგორც აი უშინდელი დღე ამაზე მიდიოდა საუბარი რომ მეცნიერებათა აკადემია აღარ გვექნება ცოტა ხანში აგერ მოხდა კიდეც არა სამო არ ჯეროდათ თვითონ იმ პროფესორებს აკადემიკოსებს კაცო ვისითაც ჩვენ ვამაყობდით ხო და აგერ ბატონო ის ვითომ არ იყო საკმარისი რომ ეს არაბიზაციის პროცესი ამ მიწების გაყიდვა სამშობლოს გაყიდვა პირდაპირ და პლუს ამას დაემატა ეხლა ეს ჩვენი ორი წამყვანი უნივერსიტეტების რა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება რას ნიშნავს ეს კაცო თუ არა აი რაზეც ისაუბრებთ რომ გაუქმება ერთ-ერთის ტექნიკური უნივერსიტეტის განათლებაზეც უკვე მიდის დარგვა ამაც ეს ბოლო გაჩერება არ არის ეს შემდგომი ნაბიჯი ამის ხევით კიდე უფრო ქვემოთ კიდე თვითონ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაუქმებაც ბოლოს რომ წეგან ქონდა საუბარი რომ აშენებენ ამ კოსმოპოლიტურ ქალაქებს არაქართულ ქალაქებს მილიონერებისთვის და არაქართველებისთვის თუ რა საჭიროა ეს სახელმწიფო უნივერსიტეტები როცა სახელმწიფო აღარ იქნება საერთოდ და ვისთვის იქნება ვისთვის და რისთვის აგერ შენდება მრავალსართულიანი კორპუსები იმათთვის მომსახურე პერსონალები და დიპლომის და განათლების მიღება სრულებითაც აღარ იქნება საჭირო
უცოდინარი, გოგანო, ბრიყვი უნდა იყო, მორჩილი. მორჩილი. ციფრული ტექნოლოგიები თავიდან ბოლომდე გაკონტროლებული. მიმდინარეობს სამარცხვინო აქედან რაც თქვა კახამ, რომ პროცენტულად მოსახლეობაზე, ერთ სულ მოსახლეზე თუ არის, როგორც გინდა დაიანგარიშ, საქართველოს სოფლიოს პირველ ადგილზე იყო უმაღლესი განათლებით, მქონე პიროვნებებით. ანუ აი მზე განათლებული საზოგადოებიდან აყალიბებენ ბნელ გაუნათლებელ ბრბოს გარდაქმნა ხდება, რომელსაც რასაც ჩასახებ, იმას ამოგძახებ. ჭეშმარიტად მასია, ჩემო და იდე მინდოდა მეთქვა, რომ ეს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ჩვენი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იგივე, როგორი ფაკულტეტებია, როგორი კორპუსებია, თვითონ გეოლოგიის სასწავლო კორპუსი, ცალკე მეტალურგიის და ეს ჯერ მომისმეს ეს დარგები საერთოდ, რომ საერთოდ რომ დაკარგო კონტროლი რა, სასარგებლო წიაღისეულზე, აი ეს სპეციალისტები რო აღარ ყავდეს ის სამთო ინჟინრები, ისე დანარჩენ ახლა სახლების მშენებლობის დარგების ინჟინრები და მანქანათმშენებლობის და მაგ საკითხებში მაგებზე აღარ არის ლაპარაკი. აი ძირითადი ქვეყანა რაზეც უნდა დადგეს. საარსებო წყარო რაც უნდა იყოს ჩვენი ერის და ქვეყნის მომავალში. აი მე ვსკვარტმევი და კადრები, ნუ ახლა იმაზე ზოგადად აღნიშნეთ, რომ ამას რამხელა ის მოყვება პროფესორების სახში წასვლა, უმუშევრობა, ამ სტუდენტების ჰაერში გამოკიდება, რა ვიცი და რა გზას დააყენებენ ამ ხალხს კიდე ეს ცალკე საკითხავი, ცალკე ეს არის სასაუბრო თემა და რა ვიცი. ახლა ერთ-ერთი ძალიან საშინელი მდგომარეობა, რო აღარ ვილაპარა, გარეთ კიდე რა ხდება. დღე-დღეზე ველოდებით და ერთის კასრზე დგას მთელი მსოფლიო. რაც რომ ჩვენთვის პირველი ჩვენთვის აი აგერ ახლოსა ორნაბიძე და ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს ეს. ჩვენ არა ვართ მომხრე არც ერთი ერის და არც ერთი ქვეყნის გენოციდის. ის ირანია, ისიც დამოუკიდებელი უნდა იყოს, აგერ ახალგაზრდა ალაპარაკის დღეს უყურებდი ტელევიზორში, თეირანელი გოგონა გამოვიდა ახალგაზრდა. ილაპარაკა რომ ჩვენ არ გვინდა არც ჩინეთის და არც რუსეთის ქვეშევრდომობის ქვეშ ყოფნაო. და ამავდროულად ამერიკის შეერთებული შტატების ბატონობის ქვეშ. და იმათი მონობა და რისთვისაც ომობენ, რაზედაც ომობენ, ახლა ნავთობია, ურანიო, სულ არ გვჭირდება ესეთი ნავთობი, ესეთი ურანიო და ბუნებრივი რესურსები თუ კი უცხოელები წაიღებენ იმას. ესეთი ისა ჩვენთვის თავარი მშვიდობა და თავისუფლება არის და ბართალიცეთ არავის არ დაემტყუნება არც ერთ ერს და არც ერთ ქვეყანას. ნუ ბოლოს კი რო წავიდეთ რაც ხდება, ეს შემთხვევით არ ხდება. ეს სასჯელი, რომელიც სასჯელს მოსდევს ქართველი ერის თავს, როგორ წარმოგვიდგენია, რომ ღმერთი უსამართლოა და ჩვენ არ ვიმსახურებთ და გვჭის, იმიტომ რომ ღმერთი არის უსამართლო, ჩვენ კარგები ვართ და ღმერთი არ ვარ და პირიქით რამდენს გვითმენს. ადრეს თქვი, ღმერთი შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში მკაცრია, მაგრამ ღმერთი არის სამართლიანი. ის რაც ჩვენ თავს ხდება, ეს ჩვენ თვითონ გამოვიმუშავეთ, ჩვენი მოქმედების, ჩვენი დამოკიდებულების შედეგია. ურწმუნოება, დაუჯერებლობა. თუ კი ღმერთს სურდა და სურს, რომ ქართველ ერს დაეკავებინა მოწინავე პოზიცია, მას პირველად ჩაეტარებინა თავის ქვეყნის შიგნით გარდაქმნები, დაეფუძნებინა ახალი ფორმაცია, ყოფილიყო თითით საჩვენებელი ერი და ქვეყანა. წერია კიდეც ხო, სადაც ქვეყნის მეფები მიიტანენ თავიანთ პატივსა და დიდებას. აი ეს იყო ღმერთს რაც სურდა ჩვენთვის. და შესაბამის იარაღი, ანუ ცოდნაც მოგვაწოდა ამისთვის, რითაც შეიძლებოდა აქამდე მისვლა და მიღწევა. ჩვენ ამაზე უარი ვთქვით. დაახლოებით გავარდავ წუწუნებთ, რატომ მოდის ეს სასჯელი. ნუ რა ვიცი. მდგომარეობა რომ ძალიან ძიმია, ვფიქრობ რომ თქვა ყოველ შემთხვევაში არასახარბიელოა. ყველა ვხედავთ და გამოსავალი ერთადერთია, რომ უნდა მოხდეს ერის ერთიანობა.
შეთანხმება უნდა მოხდეს, თანხმობა უნდა მოხდეს. აი სწორედ ჩვენი ორგანიზაციის სახელიც მიგანიშნებთ, რომ ჩვენი მოწოდება ეს მივაწოდოთ ის გზა, ის საშუალება, რაზეც შეიძლება შეთანხმება, იმ საერთო ძაფების გამონახვა. ახლა ჩვენ ყველას ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს, ჩვენი ისტრაფებები გვაქვს და ერთ ჭყვაზე ვერ დავდგებით, ყველა ერთნაირი ვერ გავხდებით, ეს გასაგებია, მაგრამ არსებობს რაღაცა ძაფები, რომელიც საერთოა. ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, ეს არის ჩვენი მომავალი თაობების, სადმე ჩვენი ზრუნვა და ერთგულება, რომ ჩვენ მომავალ თაობას შეუნარჩუნოთ ქვეყანა, შეუნარჩუნოთ რწმენა, ენა, ყველაფერი ის ქართული ტრადიციები და შეუნარჩუნოთ საკუთარი ქვეყანა, რომ დევნილი არ იყოს ჩვენი მომავალი თაობები, ჩვენი შვილები, შვილიშვილები. დევნილები არ იყვნენ და ხიზნები არ იყვნენ სხვების. აი ამისთვის მართეს ბრძოლა. უნდა მოახერხოთ ჩვენ ამბიციებზე, ჩვენ პიროვნულზე ამაღლება და ეროვნული თანხმობის მიღწევის გზით წასვლა ჩვენი ქვეყნის ჯერ გადარჩენისთვის და შემდგომ გამწყინებისთვის. ადრობთ ყურადღებისთვის მომავალ შეხვედრაზე. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, რომ საწყისი ღვთაებრივი კანონზომიერებით სამშობლო არ იყიდება. მომავალ შეხვედრაზე. ნახვამდის.